გაგდა მემანიშვილი. ნიკო მანაგაძეს ინტერვიუს ჩაწერა უნივერსიტეტთან შევთავაზეთ. იქ სადაც თავს დაესხნენ. მას შემდეგ რაც სამართლის ფაკულტეტზე შაბათობით პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძის ლექციებს აპროტესტებდა. მისმა პასუხმა გამაკვირვა. ქუთაისში გადავიღოთ ჩემი მშობლების სახლშიო. რა თქმა უნდა, მახსოვდა რა ამბავი მოყვა ნიკოზე თავდასხმას. მახსოვდა როგორ თქვა დედამისმა, ქართული ოცნების მხარდამჭერმა არ გამოურიცხავ ამ ძალადობის უკან ნაციონალური მოძრაობა იდგესო. ნიკოს აქტივიზმი არასამთავრობო ორგანიზაციების ტრენინგების გავლენაა. სუჯახსა თქონდა ურჩენდია რომ წყნარად მშვიდად სიმღერა რაც უფრო მარტივად გამოიყურება. ეზა მშობელს უჩენდია. სირთულეების გარეშე. მახსოვდა როგორც ცდილობდნენ სამთავრობო პროპაგანდისტები ნიკოს ისტორიისგან პოლიტიკურ საოჯახო დრამის შექმნას. საპნის ოპერისა, რომელიც გადაფარავდა ძალადობას სტუდენტზე, რომელსაც დღისით მზისით უნივერსიტეტთან თავს დაესხნენ. მახსოვდა და ამიტომაც არ ველოდი, რომ ქუთაისში შვილის გადამღებ ჯგუფს სწორედ ნიკოს დედა გვიმასპინძლებდა. დედამ დაგწოვა. ხო, ანუ ეს უფრო გაშალა ჩვენთვის. ტრადიციულად იმერეთში ქუთაისში როგორც ხდება, ამის გარშე შეუძლებელი. შესაბამისად, ხო, ანუ იმერეთში სტუმარი ზოგადად ღვთისაა, მაგრამ იმერეთში ამ შემთხვევაშიც მითხა ჟურნალისტებს ვერ ვიტანა, მაგრამ ხო, მაინც ჟურნალისტს გაუშალა სუფრა. ხო? ხო. ხო, ეს იმერეთი ეს არის ძილობა და სტუმართმოყვარეობა, ვინც არ უნდა იყოს სტუმარი. პერსონალურად ამ შემთხვევაში ხო. ეს შენი ხათრით, რა თქმა უნდა, მაგრამ ზოგადად ზოგადად მედია არ უყვარს, მოდი ასე. მედია არ უყვარს. მედია არ უყვარს მას შემდეგ, რაც შენი ამბები მოხდა, თუ მანამდე ზიად არ უყვარდა. ამის შემდგომ განსაკუთრებით გამძაფრდა დამოკიდებულება, მოდი ასე შეიძლება ვთქვათ, იმიტომ რომ ყველაზე კრიტიკული მომენტი იყო აი როცა მაშინ პროპაგანდისტულმა მედიამ დადგა ის შოუ, რაც დადგა. აი სიჯიუტე სხვათა შორის, აი რითაც გავართ ერთ-ერთი მთავარი ალბათ არის ეგ, რომ აი ესე აღიარება შეიძლება ჭირს ხოლმე ასეთ მომენტში, მაგრამ ნუ ბუნებრივად გადაასხება ხდება თავიდან, როცა მედიასთან ამ ტიპის ურთიერთობა ჰქონდა და ისაუბრა იმაზე, რასაც ისაუბრა, ხსნიდა იმით საუბრებში, რომ იქნებ რაღაც წინასწარ პრევენციის მექანიზმად ქცეულიყო, იმიტომ რომ კრიტიკული მომენტი იყო ზოგადად მაშინ ქვეყანაში, დაწყებული იყო ეს თავდასხმები, ჩასაფრევები კორპუსებთან, სატელეფონო ზარებით ტერორი, დაშინების ეს რაღაცა მთელი კამპანია, რომელმაც გადაიარა მათ შორის ჩემზეც მხოლოდ ჩემს ტელეფონზე 150 ზარი მაინც იყო იმ დღეებში შემოსული და ერთ-ერთი პირველი ვიყავი სხვათა შორის, ვისაც დამირეკეს და არა მხოლოდ მე, ჩემი სახელით მუქარა და შანტაჟის ტექსტები და ზარები მათ შორის გვიან ღამით მამა ჩემთან, ჩემს მასთან, ჩემს პატარა დასთან, რომელიც აქ ქუთაისში სწავლობს 14 წლის ასაკში, შუა ღამით თუ აი გამთენის 5 საათზე მირეკავდნენ ნიკო ამ ნომრიდანო, ჩამიგდო და თბილისში იყავი. კი, თბილისში. დედა აქ იყო. კი. და დავხედე ზუსტად იმ ნომრიდან, საიდანაც მე მირეკავდნენ, მოკლედ რამდენიმე საათი დაადრე და ნუ შინაარსზე იყო უცვლელი ჩემთან მიმართებაში, ჩემი სახელით რაღაც უქარები, შეურაცხყოფელი. ხო, ძიმე იყო მათ შორის ეს ხო და ეს ჩემთვისაც და წარმომდგენია დედისთვის. კი. უბრალოდ ის როგორც თავად ამბობს, ესე ხედავდა თავის გადარჩენის გზას, რომ იქნებ ეთქვა, რომ აი
მოკლედ ყველასთვის გარე ძალებისთვის ასე რომ ვთქვათ დაებრალებინა და ხო არ თქვა ხო ანუ მისი როცა ვთქვათ მისი თანამოაზრეები პასუხს თხოვდნენ ან ეკითხებოდნენ როგორც უნდა ითქვა რომ დამიღუპეს შვილი სოციალური ხო ხო დამოყანისხისთვის დაებრალებინა თვითონაც რაღაც ზოგადად ჩემი ოჯახი ძალიან პოლიტიკური ყოველთვის. და რა არის უცნაური იცი? ხო და რა არის უცნაური ახლა რომ წავიდა ბოლოს რა მითხრა იცი? იქნება პოლიტიკაზე ნაკლებად ელაპარაკოთო და აი ინსტრუმენტი რა არის ამასთან დასვათო და ამღეროთო. ამღეროთო. ხო, ხდებით. შიში ბუნებრივი რაც არსებობს დღეს სამწუხაროდ ადამიანებში. ადრე უფრო გამბედავები იყვნენ, თუნდაც წინა ხელისუფლების დროს და რა უცნაურია თვითონ აქტიურები იყვნენ პოლიტიკურად და შენ უნდათ რომ შენ მომღერალი პოლიტიკას გაწევი. ეგეც ალბათ ასაკთან ერთად არის მიფული. ახალგაზრდული ასაკი ხელს უწყობს იმას რომ უფრო მეტად ხარ გამბედავი, მაგრამ შემდეგ უკვე როცა შენს უკან არის ოჯახი ძალიან დიდი პასუხისმგებლობები ბუნებრივად იმატებს ეს შიშის განცდა რომ უფრო მეტი გაქვს დასაკარგი. ხო, შენ უკვე იმდენი გამოცადე რომ დედაშენის და მამაშენის ასაკში რო იქნები და ოჯახი გექნება ასევე მოიქცევი როგორც ისინი იქცევიან. როგორც ასევე სთხოვ შენ შვილებს რომ აი კარგი ხმა გაქვს და იმღერე და დაანებე თავი პოლიტიკას. ალბათ ჩემს მაგალითზე ძალიან გამიჭირდა. ნიკოსთან ჩემი გარდაცვლილი მეგობრის ფიქრია ლებანიძის მოყოლილი ისტორია გავიხსენე. დასვა ერთხელ მამამისი პოეტი მურმა ლებანიძე და მკაცრად უთხრა. მამა, არაბუნებრივია, როცა შვილები ცდილობენ გაიმეორონ მშობლები. ხო, ზუსტად ასე თქვა, გაიმეორონო. მშობლის და შვილის ერთხმაში ჭიკჭიკი სიყალბეა და არაფერი აქვს საერთო სიყვარულთან. მამაშვილობა, დედაშვილობა ომია. და ასეთ ომებში ვიზდებით შვილებიც და მშობლებიცო. ნიკო ამბობს, რომ ამ სიტყვების კარგად ესმის, თუმცა სახელისუფლო მედიამ ნიკოს ისტორიას სულ სხვა ინტერპრეტაცია მისცა. აი ასე ამბობენ აქტივისტები უარს მშობლებზე, დედაზე, ოჯახსა და ტრადიციებზე. ეს იყო ძირითადი გზავნილი, რომელსაც პროპაგანდისტული მედია ნიკოზე თავდასხმის შემდეგ ავრცელებდა. იმ დღეებში დაიდგა რაღაც კარგი იმათთვის კარგი გასაყიდი სიუჟეტი. კარგად გაყიდვადი რაღაც პროპაგანდისტული შოუ და მაშინაც ვთქვი ხო და მათ შორის იმის მიუხედავად რომ ადამიანებს შემდეგ რუსთავი არის ჟურნალისტი დამიკავშირდა რომ აი და თქვენმა ესეთი რაღაც თქვა ჩვენთან სატელეფონო ინტერვიუში და თქვენ ხომ არ უპასუხებდით. რაც თავიდან აბსოლუტურად არ მქონდა სურვილი უბრალოდ იმ დღის განმავლობაში რაღაც გაბრაზდი დედაზე. ხო, ან გაბრაზებაზე უფრო მეტად რაც არაერთგვაროვანი რეაქცია მქონდა. ნაწილობრივ წყინაც იმიტომ რომ მე არ ვითანხმები რომ თუნდაც აი ესეთი ტექსტით შეიძლება მოიგერიო ან საფრთხე არიდო შენს შვილს ხელისუფლების მიმართ რაღაცა ლოიალობის ხო გამოდი შევთანხმდეთ მაინც რომ ეს შეიძლება შიშით იყო გაკეთებული უბრალოდ ძალიან შეეში და ხო დედაჩემისთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც ემოციურად ძალიან ძიმე იყო როცა ხედავ ვიღაც შეშულს ასეთ მდგომარეობაში სონდერები ხო აი საკუთარ შვილს როგორ აბანავებენ სისხლში აფეთებრი მნიშვნელობით გარკვეულწილად შოკიც იყო იმ დღეებში თბილისში ჩამოვიდა და ძალიან ძიმე ხო საავადმყოფოში ვიყავი ამის განმავლობაში მაინც იყო მოლოდინი შენგან რაღაც ადამიანებისაგან რომ შენ არ თქვა იდეისთვის შეგეძლო
რა ვიცი, უარი გეთქვა მშობლებზე, ოჯახზე, ეს მოლოდინი არის ხოლმე რევოლუციურ სიტუაციაში, არ უნდა გაგიკვირდეს. უარის თქმა მაინც ხვანაირად აღიქმება, ანუ რაღაც პოზიციების დაპირისპირება. ან არ გენდუროდნენ, ან არ გენდუროდნენ. შეიძლება უბრალოდ საუბარი არ გინდოდეს, იმიტომ რომ ორ მხრივად მოკლედ რაღაც გადაწვის მომენტი არის, როცა ერთმანეთის პოზიციების თანხვედრა ვერ ხერხდება და სჯობს ხანდახან საერთოდ არის საუბრო გარდა რაღაც ყოფითი ამბებისა. საბაზისო ყოველდღიური საკითხების. ხო, შენი ისტორია არც თუ ისე უნიკალურია. ძალიან ბევრი მეგობარი გაყოლება ეგეთ მდგომარეობაში. არ იყო რაღაცა განსაკუთრებული მოვლენა ბევრისთვის, იმიტომ რომ შემდგომ ვაკვირდებოდი შემდგომ დღეებში ძალიან აქტიურად დაიწყეს ადამიანებმა ამაზე საუბარი, რომ ეს არ არის რაღაც ერთადერთი ექსკლუზიური მოვლენა და არავისთვის არ იყო სასიამოვნო, ყველა ასე იწყებდა თავის მიმართვის ტექსტსაც, რომ არ უნდათ ამაზე საუბარი, მაგრამ რადგან რაღაც საყოველთაო განხილვის თემად იქცა, ყველა ყვებოდა თავის ისტორიებს, რომ ნახევარ საქართველოს მოკლედ ესეთი მდგომარეობა. ანუ ამას ხსნით სხვადასხვა თაობით. ხო, ილია ჭავჭავაძეს ეს ხო, ეს ჩვეულებრივი ამბავი არის, ხო. თაობებს შორის რაღაცა მუდმივი დაპირისპირების ფენომენი, რაც იწყება ცნობიერებაში, აი ილიასეული მამათა და შულთა ბრძოლიდან, შემდგომ 9 აპრილთან მიმართებაში ძალიან ბევრი ისტორია მაქვს იმავე შინაარსის მონასმენი და აი ეს თაობათა განსხვავებული პოზიციები რაღაც დაპირისპირება, მათ შორის გამოიხატება ჩვენს ოჯახშიც, როცა მე ჩემი უფროსი ძმა, ჩემი სკოლის მოსწავლე დაც კი რაღაცა განსხვავებული ცნობიერება გვაქვს აღქმა მათ შორის საკუთარი როლის აი ზუსტად დარწმუნებული ვარ რომ მარტო რო რჩება ფიქრობს რა მაგარი შვილები მყავს. კი, იმიტომ რომ იმის შემდეგ ბევრი იყო ისეთი ბრჭყალებში კეთილის მსურველებიც ბუნებრივია, რომლებიც ხო აპარა შენი შვილია ესე როგორ უნდა იყოს, მაგრამ მეორე მხარესაც როცა ურცნია უამრავ ადამიანს ნათესავი იყო თუ აბსოლუტურად უცხო ადამიანი, რა მაგარი შვილი გყავს. და აი ეს როგორ უხარია ალბათ. კი, ამას ყოველთვის ვატყობ განსაკუთრებით აი ბოლოს ერთი რაღაც მომენტში გაიცნო მოკლედ ახალგაზრდა ადამიანი, რომელსაც უთხრა, რომ აი ნიკო თქვენი შვილია, რა მაგარია და სადღაც მიგვიპატიჟა მოკლედ თავის შატოში, რაცა და ამას ხედავს თვითონაც და გრძნობს და ვატყობ, რომ სიამაყის განცდა რაღაც მომენტში არსებობს. გონია რომ ასაკის მიუხედავად ნიკო უკვე პოლიტიკოსია, რომელიც ბრძოლის აზარტშია შესული. და აქედან ძნელად თუ გამოიყვანს ვინმე. ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი. თვითონ ამბობს ჯიუტი ვარო. დავამატებდი, ცხადი მიზნის მქონე ადამიანია, რომელმაც სტუდენტური მოძრაობა თავისუფლება კი დააარსა, მაგრამ პირადად მას უფრო ინდივიდუალურ ბრძოლაში ვხედავ. ასეთი აქტივისტი იშვიათია. ასეთ ახალგაზრდებს არ ჭირდებათ პარტია, რომელმაც ისინი უნდა დაიცვას. თავადაც კარგად იცავენ თავს. სიმართლით და მიზანდასახულობით. ზოგადად ჩემს თავს ხედავ ამ სივრცეში მომავალშიც, იმიტომ რომ ბავშვობიდან მაგ განცდით გავიზარდე, მათ შორის პასუხისმგებლობის დაკისრებით, რომ ვებია ჩემის მხრიდან, რომ აი შენ უნდა იყო ის ადამიანი, რომელიც რაღაცა ამ ქვეყანას დააყენებს სწორ გზაზე, აი ეს შემართება და შესაბამისად აი ეს პასუხისმგებლობის განცდა მაშინვე გაჩნდა, რომ აი მართლა რომ არ გამომივიდეს რაღაც ამ მიმართულებით, თითქოს წარმოუდგენელი იქნება, იმის მიხედავთ, რომ დღეს მეუბნებიან, რომ ეს ჯობს სიმღერას და მოდი ვოკალს დაუბრუნდა წყნარ ცხოვრებას, ეს მისია უკვე საკუთარი თავისთვის რაღაცნაირად განსაზღვრული მაქვს. კი, მაგრამ როგორც პარტიული აქტივისტი თუ როგორც ინდივიდუალური მე ამბობ ხარ.
ამ ეტაპზე ხო ინდივიდუალური ინდივიდუალური ამბოხი როგორ დამთავრდა ეს კობახიძის ლექციის მერე უნივერსიტეტში გვიცით მაგრამ ხო რა ნებისმიერ შემთხვევაში ერთ ბრძოლაში ვართ ყველა რაღაც ტიპის კოორდინაცია ყოველთვის არსებობს როცა როგორც ვიძახით ხოლმე ისტორიის აქეთა მხარის ხარ სწორ მხარის როგორც ვარქმევთ ხოლმე ნებისმიერ ადამიანთან და მაინც ვგრძნობთ რომ რაღაცა ყველა ერთ ბრძოლაში ვართ და მათ შორის ეს გამოწვევებიც არის საერთო და ერთად გვიწევს ხოლმე აი ამ კრიზისული ეპიზოდების გადატანს ისმერი პარტია იქნება თუ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ასე რომ შეგიძლია წარმოვიდგინო შენი თავი პარტიული ლიდერის სახით პარტიის თავმჯდომარე ან რაღაცა. ხო ხარ სტუდენტური მოძრაობის ხო ერთ-ერთი ორგანიზატორი. ანუ როგორი მენეჯერი ხარ ასე ვთქვათ. წარმოდგენია შენი თავი თუ იმიტომ რომ მართალი გითხრა მე რო უყურებდი იმ კადრებს უნივერსიტეტთან ყველაზე შემზარავი ჩემთვის მაინც იყო კი რა თქმა უნდა იქ თანაგრძნობაც იყო ხალხი გეხვეოდა და ასე შემდეგ მაგრამ აი ეს ინდივიდუალური ბუნტი მარტოობა შენი ეს მართლაც ესე რაღაც სიმპათიას იწვევდა ეს ადამიანი მაგრამ ამავე დროს იმას რომ აი ადამიანი მარტოა ერთი კაცია ერთი სტუდენტია რომელმაც გარისკა და აი მხელა ორი შემთხვევა იყო როცა პირველად აბსოლუტურად სპონტანურად მოხდა კობახიძე გამოდიოდა უნივერსიტეტთან და მივედი სიამდვილეში აბსოლუტურად სხვა ამბავი ქონდა იქ დაგეგმილი და როცა გავიგე რომ აი კობახიძე გამოდის უნივერსიტეტიდან სპონტანურად გამიჩნდა სურვილი აი ეს საპროტესტო ცხელი პერიოდი იყო და რატომაც არა როცა მაქვს შესაძლებლობა ეს პირისპირ გამოვხატო პროტესტი გულწრფელად რასაც ვფიქრობ მივედი და ის ეპიზოდი დასრულდა ისე როგორც დასრულდა ირგვლივ მობილიზებული თავისი ეს ტიტუშკები პარტიული აქტივი რომელიც ეგრევე თავს დამესხა ეს იყო ამის შემდგომ უკვე საზოგადოების მხრიდანაც ახალგაზრდების სტუდენტების ჩემი კურსელების ჩემი მოძრაობის წევრების მხრიდან იყო განცდა რომ რაღაც უნდა გავაკეთოთ ძალის ერთადერთი რომ შენ მარტო არ ხარ სინამდვილეში მაგ ამბავში და მაგ პროტესტში და შემდგომ ყოველ შაბათს აი ესე ორგანიზებულად რამდენიმე კვირის განმავლობაში ხდებოდით და ამ ფორმით გამოვხატავთ პროტესტს სულ მობილიზებული იქითა მხრიდან ეს ტიტუშკები და ძიმე ამბები და ბოლოს იყო უკვე როცა სინამდვილეში კანონიც მიიღეს ვეტოც დაძლიეს და აგრესიის გამოვლინების რაღაცა ბოლო ფაზა იყო იქიდან როცა აი ესე უბრალოდ უნივერსიტეტიდან ლექციიდან გამოვდიოდი გადავდივარ სებრაზე და უკნიდან ვგრძნობ რაღაცა მოულოდნელად დარტყმას და ნელა ვექცევი ალყაში და ხო ანუ ორგანიზებული სინამდვილეში მათ შორის რეალ დროში ქონდათ ინფორმაცია ჩემს გადაადგილებასთან დაკავშირებით ეს მანამდე იყო ეპიზოდი როცა სახლთან ჩამიცავდნენ იხვიანები ეს ხუთი კუნთმაგარი მაშინ მედიამ გადამარჩინა სხვათა შორის მოულოდნელად მოხდა ისე რომ ჩაწერა გვიწევდა კორპუსის ეზოში რაღაც კომენტარის მოვიდა და როგორც კი დაინახეს ეს კამერები კორპუსის უკანა მხრიდან გავარდნენ ფოტოები დაგვრჩა. მისმენე და კარგი ლექტორია ამბობენ. სტუდენტები ხო დარჩნენ ვიღაც სტუდენტები ხო დარჩნენ ლექციებზე? კობახიძესთან. სინამდვილეში ეგეც ილუზია იყო, იმიტომ რომ მაშინ 200-მდე რეგისტრირებული სტუდენტი იყო, ვინც მასთან ირიცხებოდა და მის ლექციაზე დადიოდა აი რეალური 5-6 სტუდენტი მაქსიმუმ. დანარჩენი კობახიძე ხო ზოგადად გამორჩეული უწიფარია, გამორიცხულია, რომ აღიაროს და მიიღოს ის მოცემულობა, რომ რაღაცა სტუდენტებმა ბოიკოტი გამომიცხადეს და ამიტომ დაყავდა თავის პარტაქტივი და
ავსებინებდა აუდიტორიებს. ხო, თქვენთვისაც უცნაურია. მათ შორის ამბები ღირდა იმისთვისაც, რომ მაქსიმალურად ბევრი ადამიანი, იმიტომ რომ უნივერსიტეტის შიგნით ყველა მიცოდა ეს ამბავი, მათ შორის სტუდენტებმა, მაგრამ უნივერსიტეტის გარეთ რაღაცა ეფექტურად ვერ აღწევდა ეს ამბავი, რომ ამ ტიპის მიუღებლობა იყო კობახის მიმართ, იმის მიუხედავად, რომ ყველა აღიარებდა, რომ პროფესიონალი არის, კარგი კონსტიტუციონალისტი, მაგრამ ამას მოსდევდა შემდგომ ფრაზა ყველა სტუდენტისგან, რომ რეალობაში აბსოლუტურად სხვას აკეთებს, რასაც გვასწავლის ლექციას. ეს იყო ადამიანი, რომელმაც ირაკლი კობახიძეს პირდაპირ უთხრა პირში სათქმელის სიტყვა. და მიესალმეთ მას, ნიკო, ხო? მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. შემთთვის უდიდესი პატივი არის თქვენ წინაშე დგომა, მაგრამ ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც, იმიტომ რომ მე ამ ქალაქის შვილი ვარ. კი ამბობს, რომ პასუხი პირველ რიგში ხელისუფლებას უნდა მოსთხოვო და არა იმდენად მის მხარდამჭერებს. რამდენადაც რბილია მშობლების პოზიციის მიმართ, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა მიმართ, რომლებიც პროტესტის გამოხატვას ერიდებიან, მით უფრო მკაცრია და რადიკალური ხელისუფლების და მისი იდეოლოგების მიმართ. აქ შევატყე, რომ ამ ახალგაზრდა კაცმა მაგარი გაბრაზებაც იცის. რომ არაფრის ფასად აი სისხლით მოტანილი და მოპოვებული და დღემდე მოტანილი თავისუფლება არ უნდა დავთმოთ და ჩვენ ახალგაზრდები, მე, ლუკა და ნებისმიერი ახალგაზრდა, რომელიც ვიბრძვით ფიზიკურად თბილისში, რუსთაველის გამზირზევდებთ თქვენს წინაშე მათ შორის პირობას, რომ არც ერთი წამით არ გავჩერდებით და ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე. ეს ქართული ოცნების ოფისი რო გაგწინ? ხო, არაფერი არ გითხარი, უყურებდი შენ. წითელი ხალი ჩასავით არის, აი, ხარს რო აუფრიელი. ეს იყო დიდი ხალია აქ არის? რამდენი წელია. ეხა ამაყად შეგიძლია გაიარო? ანუ მით უმეტეს ამ ქალაქში რაღაც ტიპის ურთიერთობები აიც არის შემორჩენილი პარტიული პარტიის გარეთ. ანუ ადამიანური ურთიერთობები. კი, წმინდა ადამიანურ დონეზე. ანუ აქ იცნობ აქ ხალხს ბევრს შეგიძლია დაელაპარაკო მშვიდად იკამათოთ. კი. მათ შორის როცა ეს კრიტიკული პერიოდი იყო თავდასხმები და საშინელებები ჩემი ირგვლივ აქეთა მხარეს მდგომი ადამიანების განაც რაც არ უნდა გასაკვირი და ერთი მხრივ, მეორე მხრივ გაუგებარი იყოს, ცოტა ირწმია რაღაც ტიპის მხარდაჭერაც. აი როგორ უყურებ შენ იმას, რომ ეხლა შენ ხო თქვი, რომ დამხდნენ, რა ვიცი, დამდევდნენ, ასე შემდეგ, მაგრამ ძალიან ბევრი ქართული ოცნების აქტივისტიც იგივეს ამბობს შენს თანამოაზრეებს, რომ დამხდნენ, შემარცხვინეს, გვინახავს ხო ეს კადრები სამშობლოს გამყიდველო რუსო. რამდენად არის ეს, ასე ვთქვათ, პროდუქტიული და ამ ბრძოლაში სწორი მეთოდი, ანუ ეგრეთ წოდებული, ასე ვთქვათ, შერცხვენა. შერცხვენა, ემოციის გამოხატვა, მათ შორის ხისტად, გულწრფელად, ხო, ესეც რაღაც ტიპის ფორმა არის საკუთარი პროტესტის გამოხატვის, ხო. მაგრამ ნიშნული და კარდინალური სხვაობა არის, როგორც მინიმუმ აბსოლუტური განცდა მაქვს იმის ყოველ შემთხვევაში ჩემი ხედვა, როგორც რადიკალი ოპოზიციონერის, როგორც მიწოდებენ, არის ეგეთი, რომ ეს ადამიანები თავისუფლად ვერ უნდა დადიოდნენ ქუჩაში. მე არ უნდა დადიოდნენ? კი, აბსოლუტურად გარწმუნებული ვარ, რომ ამ მოცემულობაში მე არ მაქვს საუბარი რიგით ამომრჩევლებზე თუ ასე შემდეგ, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობაც გარწმუნებული ვარ, რომ უბრალოდ შეცდომაში არის შეყვანილი პროპაგანდის მსხვერპლი და ასე შემდეგ, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც ავტორები არიან ამ ყველაფრის, თუნდაც ეს კამპანიური რაღაცა ყოველ ღამე დახვედრების სახლით, ვინც ამას აორგანიზებდა, ეს დიტო სამხარაძეები, ეს ხალხი, მე მგონია, რომ მათ ფეხქვეშ პირდაპირ მნიშვნელობით მიწა უნდა იწოდეს და ვერ უნდა გრძნობდნენ ისე თავისუფლად ამ ქვეყანაში თავს, როგორც აქამდე. ხო და წარმოგიდგენია ახლა ამას შენ ამბობ, ანუ ისინი რას ფიქრობენ, რომ
ამათ ჯერ ძალაუფლება არა აქვთ, ხელისუფლებაში არ არიან, უკვე როგორ იმუქრებიან და ესენი რომ მოვლენ ხელისუფლებაში. ეს არის პრინციპი ძალის. რას გვიზამენ, ხო? და შესაბამისად ამ შიშისგანაც უფრო აგრესიულები არიან. ეს არის სინამდვილეში პრინციპი და მიდგომა ძალის პირისპირ. მე ვფიქრობ, რომ იქიდან წამოსულ აგრესიას და ძალას უნდა დაუპირისპირო ძალა. იმიტომ რომ არავის არ უყვარს მოდი გულწრფელად ვთქვათ ამ საზოგადოებაში ჩაგრული ადამიანები არ უყვართ კი არა, უბრალოდ სოლიდარობას გამოგიცხადებენ. აი აივნებიდან გადმოფენილი საქართველოს და ევროკავშირის დროშები. საერთაშორისო გამორჩეულად ამ ქალაქში იგრძნობა ეს ფასეულობები მყარი საგარეო კურსთან მიმართებაში. ანუ ეს დარჩენილი არის. კი, ადამიანებს დიდად არ უყვართ კი არა სოლიდარობას გამოიჩენენ, როცა ჩაგრულის პოზიციაში ხარ. იტყვიან რომ აიმე ეს რა დაგმართია რაღაცა, მაგრამ ბრძოლაში შეუძლებელია რომ გამოყვეს ადამიანი თუ შენი მხრიდანაც არ გრძნობს რაღაც გამბედაობას ძალას ხო. ნიკოს მრისხანება იცვლება, როცა ქალაქზე ლაპარაკობს, სკოლას და ბრძოლის საკუთარ გამოცდილებას იხსენებს. ნიკო მანაგაძე ქუთაისში შეყვარებული აქტივისტია. შევატყე, რომ პოლიტიკაზე მეტად ქუთაისის ისტორიაზე საუბარი უფრო მოწონს. მაშინაც საკმაოდ აქტიური და მკაფიო სამოქალაქო პოზიცია მქონდა და მაშინ ეს პოზიცია გადიოდა რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაზე, რაც სხვათაშორის ბავშვობიდან აქვს, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც წითელი ხაზი ეუბნებოდა დამსახურება როგორც რუსეთთან მიმართებაში, ხო, აქედან მოდის სინამდვილეში და ამან თანარჩენი ყველაფერი, ასე ვთქვათ, არის სედნაშენი რა. ხო, ანუ რუსეთით დაიწყო ყველაფერი. კი. იმიტომ რომ ალბათ რაღაც ფუნდამენტი ხო. მაგაში მაინც გაქვს თანამოაზრეები სახში ყველა შეთანხმებულები ხართ? მიმართ ხო, დამოკიდებულება. მაგაში შეთანხმებულები ვართ. მაგრამ ის რომ მაგალითად გვმართებს მეტი დიპლომატია რუსეთთან დაკავშირებით, მშვიდობა, ანუ ამას ისმენ მშობლებისგან. ეგეც ხო, რასაც ვსაუბრობთ მთლიანი პროპაგანდა, ჩარჩოს ნაწილი არის. ხო. მშვიდობა საჭიროა იმის მიუხედავად, რომ ტერია მაინც ნიკო და შენ ამაზე პასუხი ქონდა ოპოზიციას, კმაყოფილი ხარ არჩევნების წინ ამ პროპაგანდაზე, კონტრპროპაგანდა არსებობდა და თუ არსებობდა რატომ? რაცა სტრატეგია არსებობდა, რომ მოდი არ უპასუხოთ და იქნებ აქეთა ხრიდან ამ თემაზე დუმილმა გაანეიტრალოს ეს პროპაგანდა, იმიტომ რომ რამდენჯერმე გამოვიდა, როცა იქიდან რაღაც პროპაგანდა დაძრეს აქედან ვერ მიიღეს პასუხი და მალევე ჩაიფუშა რა. ამ საკითხმა როგორც ჩანს გავლენა მოახდინა მნიშვნელოვნად არჩევნებზე, იმიტომ რომ არჩევნების წინაც მე ჩემი სტუდენტური მოძრაობის წევრები რო დავდიოდით ეს სტუდენტური მოძრაობის ხაზით რეგიონებში მთელი ქვეყანა შემოვიარეთ. ფაქტობრივად ყველა რეგიონი თავარი საკითხი იყო რა და ძალიან მძაფრად იგრძნობოდა შიში ომის მიმართ. რა მშვიდობა არის და დანარჩენზე მოდი მე ვიფიქროთ. აი ეს დამოკიდებულება იგრძნობოდა ხო და შესაბამისად არასაკმარისი იყო პროპაგანდასთან დაპირისპირებაც და ამ არჩევნების პრობლემა მათ შორის იყო ისიც, რომ კომუნიკაციის ნაკლებობა და კრიზისიც არსებობდა ოპოზიციის მხრიდან მოსახლეობასთან, იმიტომ რომ ძირითადად ხედავდით პოლიტიკოსებს ტელეეკრანებთან და ნაკლებად მოსახლეობას. თქვენ ხო დადიოდით ახალგაზრდები ამბობ, რომ შემოვიარეთო მთელი საქართველო. და თითქმის ყველა ბოლოს ვშორდებოდით, რაც არ უნდა არ გვხვდებოდა სინამდვილეში ძალიან ბევრი კოც. მაგრამ ბოლოს რაღაც კომპრომისამდე მაინც მივდიოდით ფუნდამენტურ საკითხებზე. ისე ვამთავრებდით ხოლმე დიალოგს, რომ აი ხო, რაღაცა ცვლილებები საჭიროა, მოკლედ. მაგაზე მაინც ვთანხმდებოდით და რომ კოალიციურია ეს მრავალპარტიული მმართველობა არის გამოსავალი და ოპოზიციაშიც არსებობდა და არსებობს
პარტიები, რომლებიც ასე ვთქვათ, აი soft codes-ებისთვის უფრო ახლო არის შესაბამისად. ხო და ამ თულიც არ იყო ამ ჭყალებში soft codes-ები როგორც შენ ამბობ, მათ მიმართ დამოკიდებულებაში შენ რა ვთქვი, რომ რადიკალიზმის მომხრე ვარო. რადიკალიზმი ხო ცოტა საშიში არის, რომ სულ არ გაგექცნენ, ასე ვთქვა. რადიკალიზმის არაუბრალო მოქალაქეები. აი, რაც არ უნდა წინააღმდეგობრივი პოზიცია ყოფილიყო, ერთი შემთხვევაც კი არ ქონია, როცა რაღაც ტიპის დაგვიწყია დიალოგი, ყოფილა იქიდან აგრესია და ბოლოს არ ვიცი, ჩახუტებით დაგვიმთავრებია და ვინ საიდან ვართ რაღაცა წარმოშობაზე საუბრით და ვიღაც აღმოჩნდებოდა აი ბების მოგვარე მაინც ბოლოს და ბოლოს აი ესე ვამთავრებდით და პოზიციებშიც მათ შორის რაღაც ტიპის თანხმედრით. ყოველთვის ხო აი ეს დიპლომატია ამ ნაწილში ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისი გამოცდილება გაქვს შენ. გამოცდილება გაქვს. მით უმეტეს აი ეს ფსიქოლოგია მგონია რომ ასე თუ ისე კარგად მესმის. თბილისში თავიდან რომ გამოვედი ძალიან მიჭირდა. იმიტომ რომ შეჩოული ხარ რაღაცა პატარა ქალაქ, სადაც ძალიან ბევრ ადამიანს იცნობ, ძალიან ორგანული არის ყოველი აი კუთხე ამ ქალაქის შენთვის და აი პირველ თვეებში სულ ისე ვიყავი, რომ აქეთ მომიწევდა სულ გული, როგორც კი რაღაცა დასვენების დღეები ქონდა. იქნება უბრალოდ მარტო რომ გიხდებოდა ცხოვრება, მაგიტომ გაგიჭირდა კი. შეიძლება იგიც არის, ხო? იმიტომ რომ მეგობრებიც, აი ეს სოციალური წრე, ოჯახი, ყველაფერი აქეთ და უცებ აი ესე უნდა მოწყდე. როცა რაღაცა ლიდერულ თვისებებზე საუბრობდი, განსაკუთრებით ამ ჩამოყალიბება დაიწყო სკოლაში. იმიტომ რომ აი ეს დომინანტობა ძალიან იგრძნობოდა ხოლმე სკოლის ბოლო წლებში, ბოლო კლასებში ვიყავი აი სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარე, სამეურვეო საბჭოს წევრი, მოკლედ ვიღებდი რაღაცა სკოლისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებების პროცესში, როგორც მოკლედ მოსწავლეების ხმა და ხმის გამჟღერებელი ვიყავი აღმასრულებელ, ასე ვთქვათ, ორგანოში სკოლის, სადაც იყო დირექტორი, სკოლის სასწავლო ნაწილი და ასე შემდეგ და აი ეს რაღაცა მენეჯერული თვისებები ამ დროს რომელი წელია? ეს არის სადღაც 2018-19 წელი. ეს რაღაცები რაც არ მოგწონდა, უკვე აქ ამბობდი მასწავლებლებთან. მაშინაც ძალიან აქტიურად პოზიციონირებდი და არ ყოფილა რაიმე ტიპის დაპყრობა. დაპყრობა არ ყოფილა. გავრცელებული აზრია რომ მაინც რომ ქუთაისი ისე არ აქტიურობს დღეს როგორც თქვა თბილისი და ბათუმი. ეთანხმები ამ და თუ ეთანხმები მიზეზი რა არის? ქუჩის პროტესტის მიმართულებით ხო? ხო, ქუჩის. იმიტომ რომ ზოგადად ძალიან ოპოზიციური ქალაქია. 2018 წლიდან ნებისმიერი არჩევნების შედეგი აიღოც, პირველ ტურში სულ ოპოზიცია იგებს ხოლმე და მეორე ტურში მთავრდება აი 59-51-ზე ამათ სასარგებლო. აი აქ ეცობა, აი ამ ადგილას. აი ამ ადგილას და დაბლა აი ამ ქუჩას კეტავდნენ ხოლმე. ასე რომ ძალიან ოპოზიციური ქალაქი არის და არჩევნებზე ყოველთვის მიდის ეს ქალაქი და ოპოზიციას აძლევს ხმას. განსაკუთრებით 2012-ის მერე იგრძნობა, რომ ხშირად აი ეგეთი განცდა არსებობს რიგით ქუთაისელებში, რომ რაღაცნაირად თითქოს გაწირეს ეს ქალაქი მიატოვეს რა, იმიტომ რომ 2012-მდე გრძნობდა, ხო, აი რაღაც სტატუსი ჰქონდა ამ ქალაქის, რომ საპარლამენტო დედაქალაქი იყო და შესაბამისად აქ რაღაც ადმინისტრაციული შენობები გადმოდიოდა, რაღაც პროცესი დაიძრა. ქუთაისში მათ შორის ინფრასტრუქტურული მიმართულებით თუ რაიმე არის რეაბილიტირებული ბოლო 10 წლების განმავლობაში, ალბათ 90% იმ წლებში გაკეთდა რა, მათ შორის აი ცენტრალური ქუჩებიც. 2012-ის მერე ეგეთი განცდა გაჩნდა ქუთაისელებში, რომ ამ ქალაქზე თითქოს გაბრაზებული იყვნენ და რაღაცა უხეშად ექცეოდნენ რა. მაგრამ აი რატო არ არის ქუჩაში? ხო, აი ქუჩაში გამოსვლა თითქოს ჭირს. ეგ პრობლემა არის და
არ ვიცი, მე მგონია რომ ძალიან ისეთი ახსნა აქვს. აი თბილისში უფრო ბუნებრივი არის, იმიტომ რომ იქ არის აი ეს რაღაცა ადმინისტრაციული ცენტრი, პოლიტიკური ცენტრი. ანუ აქ რო გამოვიდე, ვის წინააღმდეგ უნდა გამოვიდე? ვის წინააღმდეგ ამ შენობაში ისევ აქ მდგომი ადამიანების 80% საკონსტიტუციო სასამართლოა. ხო. და ასე რომ სიამოვნებების ხედან ხო. პატარა ქალაქია, ამიტომ საუბრობთ ხოლმე პოლიცია ამასე საუბრობდით რაღაცა ასე შეკრება იყო, მათ შორის ქუთაისიდანაც ჩამოსული აქტივისტური ჯგუფები და ჩვენ არასდროს არ გქონიაო ფაქტობრივად ამ პერიოდის განმავლობაში რაღაცა პოლიციასთან დაპირისპირება რა, იმიტომ რომ აი ეს ატარა ქალაქის ფენომენი აქაც მუშაობს რა, რომ ყველას იცნობს, წარმოუდგენელია ვინმე რომელიმე პოლიციელმა მით უმეტეს როგორც თბილისში ხდება ხო და არბიოს დააკავოს უკანონოდ, იმიტომ რომ შეიძლება აღმოჩნდეს თავისი უბნელის შვილი. არა მარტო ქუთაისი, საქართველო არც რუსეთია და არც ბელორუსი. დღეს ნელი წარმოსადგენია დიქტატურა პატარა ქვეყანაში, სადაც ხატოვნად რომ თქვათ, ყველა ერთმანეთს იცნობს. და თუ ეს ილუზიაა და თავის დამშვიდება, ნიკო მანაგაძის ისტორია ხომ მოგონილი არ არის. ნამდვილი ამბავია, შვილზე, რომელმაც მშობლებისგან განსხვავებული გზა აირჩია. არ დამორჩილდა მათ სურვილებს. ზრდასრულმა გაიაზრა, რომ თავისი ცხოვრება აქვს, თავისი ბრძოლის ველი. არ დამორჩილდა, მაგრამ არც ბავშვობის სახლზე უთქვამს უარი. არც ბავშვობის ქალაქზე, მით უმეტეს არც მშობლებზე. პირიქით, კიდევ უფრო მეტად შეუყვარდა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ვიცი, რომელიც უბრალოდ წამოსულია სახლიდან. ბევრი საერთოდ კონტაქტი არ აქვს მშობლებთან. ბევრი ვიცი, რომ საქართველოდანაც იმიტომ გარბის, რომ და წასვლა უნდა, იმიტომ რომ სახლი აღარ აქვს, ანუ ვერ ამყარებს ურთიერთობას სხვადასხვა ფასეულობებია. აი რას ურჩევდი ამ ხალხს? საბოლოო ჯამში მაინც კომუნიკაცია, ხშირად საუბარი აქტიური კომუნიკაცია არის, მე მგონი თავარი ყველაზე ცხადი გამოსავალი ამ სიტუაციაში, იმიტომ რომ წინაც ვახსენე ინტერვიუს დასაწყისში, რომ როცა აქტიური ინტერაქციის საშუალება მქონდა ჩემს ოჯახთან, მაშინ უფრო მარტივად ვახერხებდი მათ შორის აი ამ პროპაგანდისტული რაღაც ნარატივების განეიტრალებას მათთვის და თბილისში რო არ მოგდოდა სასწავლებლად გამოსვლა, მე მგონია რომ ეგ ამბავი ბოლომდე მოგვარებული იქნებოდა. აი ხა ძალიან არ მოწონდა ეს იქიდან მათ შორის ჩემთან მიმართებაში ეს დეზინფორმაციის კამპანია, რაც დღემდე გრძელდება, რომ აი უცხო ქვეყნებისგან დაფინანსებას იღებს და აი ამდენი ეთერები გაქვს, ამდენი პლატფორმა გაქვს, თქვი სადმე, რომ ხო, აი, რომ ვიღაცების კომენტარებს ვკითხულობ, რომ albათ რაღაც ფულს იღებს და ისა და ეს ძალიან წინზა არ მოწონს შესაძლოა. წინს, იმიტომ რომ იცის, რომ სიმართლე არ არის. ხო. რა თქმა უნდა და შესაბამისად რომ არ ხარ რაღაცა რომელიღაც პარტიის წარმომადგენელი, რომ არ იღებ ამის ანსუთ რაღაცა ფულს ანგარებით არაკეთებ ამას და აბსოლუტურად რაღაცა გულწრფელი მოტივაციით არის განპირობებული ის, რასაც ამ დროის განმავლობაში აკეთებდა როგორაც იბრძვი. ეს კარგია იმ თვალსაზრისით, რომ ხდება რაღაცაებს, ხო, რომ იქ ტყუილი მოდის. აი, მათ შორის ხო, ბოლო 1 წლის განმავლობაში, აი, ჩემს მაგალითზე უფრო ხელშესახები გახდა რა და მარტივად აღქმატი. ეგ როცა შეიძლება მესამე პირში ვიღაცაზე რო ლაპარაკობ, ვერ გაიგოს ბოლომდე, ან არ ჯეროდეს, იმიტომ რომ შენც მაინც რაღაცა გამტარი ხარ ამ ინფორმაციის, შენც აიდანღაც მოისმინე და მე რეაციონი. პირველ წყარო არა ხარ ინფორმაციის, მაგრამ შენს თავზე როცა უყვები და ხედავს რა გადაგაქვს იმის გამო რომ რაღაცა რეჟიმს აბსოლუტურად გულწრფელად და ესე უპირისპირდები, იქიდან რა ტიპის პასუხები მოდის მართლა ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ალბათ გავიარე ყველაფერი, რაც ამას საკში ხო 22 წლის ასაკში ერთი შეხედვით ძალიან წარმოუდგენელი არის 21-ის ვიყავ. შარშან აი ეს ფიზიკური თავდასხმები, ჩასაფრევები, მორალური, ფსიქოლოგიური ტერორი, ამ ზარებით უკანონო დაკავებები, მათ შორის რეგიონებში
პერიოდებშიც რო ვიყავით ასული იქაც იყო რაღაც მანქანის დაზიანების ეპიზოდი, როცა დილით გავიღვიძეთ უეცრად გადაღებილი მანქანა და ეს 41-ის წარწერები. შესაბამისად, ხო, აი ესე უფრო ხილული გახდა მისთვისაც სინამდვილეში რა ტიპის ძალასთან და რეჟიმთან გვაქვს საქმე, მაგრამ აი ბოლომდე მაინც აღიარება მათ შორის საკუთარ თავთანაც ძალიან რთულია ეგეთი რაღაც, როცა ამდენი ჯიუტები ვართო. ჯიუტები ვართ და როცა ამდენი წლის განმავლობაში აი ესე ჯერა რომ მეორე მხარეს მდგომ ბოროტებას უპირისპირდები და აქეთ რაღაც ფრთებშესხმული ანგელოზები არიან შენს მხარეს და უცებ აღმოაჩენ აბსოლუტურად უეცრად და მოულოდნელად რომ აბსოლუტურ სიყალბეში ცხოვრია პირიქით აი ეს ძალა რომელსაც აი ესე უყურებდი არის აბსოლუტური ბროტების განსახიერება ძალიან რთულია მათ შორის ეს ერთ დღეში საკუთარ თავთანაც ამის აღიარება რომ მე ამდენი ხანი აი ამას უჭერდი მხარს და ამას უმოძებდი რა თქმა უნდა მადლობა რომ ბოლომდე გვიყურეთ. ეს იყო გადაცემა შვილი, გადაცემა ჩვენს ძველ და ახალ თაობებზე. რას ფიქრობენ ჩვენი შვილები თავიანთ მშობლებზე? როგორ აფასებენ წარსულს და რას გეგმავენ მომავალში? უყურეთ რადიო თავისუფლების სხვა ვიდეოებსაც და რა თქმა უნდა გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი.